ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რაც ცუდია რუსეთისათვის ავტომატურად კარგია საქართველოსათვის. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ, დავიხსომოთ და უკვე შემდგომ უნდა გავაკეთოთ ხოლმე კომენტარები. მე მესმის, რომ ბევრი ტრამპის კრიტიკოსი ამბობს, რომ აი ტრამპს არ ჰქონდა გეგმა, არ იცის როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები ვენესუელაში და ასე შემდეგ და ტრამპს ეს არ უნდა გაეკეთებინა, ტრამპმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, ტრამპს უნდა ეკითხა თავდაპირველად მაგალითად გაეროსათვის, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იცოდა თუნდაც ვენესუელის ლიდერის მოტაცების უფლებას, რა საკვირველია, მესმის, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიცოდეთ და ძალიან გავამარტივოთ, თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი, ჩვენ ახლა დისკუსია და უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი სამხრეთ ამერიკაში, რუსეთი ვენესუელაში დასუსტდა, ყველაზე უფრო რბილად ვიტყვი და რეალურად კი დამარცხდა და ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი საზოგადოებისათვის, რაც უფრო სუსტია რუსეთი გლობალურად, მით უფრო კარგია ეს ყველაფერი. მე მესმის იმ ლოგიკისაც, რომ აი რუსეთი მესმის ერთის მხრივ ასე ვიტყვი, რომ რუსეთს სჭირდება გარკვეული პრიჩინები და მაგალითად შემოიჭრება საქართველოში, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ვენესუელის ხელმძღვანელის მოტაცების გადაწყვეტილება, მოტაცების ასე დავარქვათ და ნიუ-იორკში გადაყვანის, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაყვანას მოახერხა მადუროსი, აი რუსეთიც ამას გააკეთებს, მაგრამ რომ ვიცოდეთ, მაინც ჯერ ერთი რუსეთი არაფერს არ გააკეთებს საქართველოში, იმიტომ რომ მას საკუთარი წარმომადგენელი, საკუთარი აგენტი ხავს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ბიზიდა ივანიშვილის სახით და აქედან გამომდინარე მას არ სჭირდება ამგვარი ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ემან რომ წარმოვიდგინოთ, რომ არის არა ბიზიდა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილი, რუსეთი ამას ისედაც გააკეთებდა, თუ მოინდომებდა, ოღონდ დასაკვირველია ვერ მოახერხებდა რუსეთი, რომელსაც 9 კილომეტრითაც კი უტრირებ ცხადია, მაგრამ ასე ვთქვათ, 9 ან 1 კილომეტრითაც კი ვერ წაუწევია წინ უკრაინის ფრონტზე აგე 4 წელი ამოიწურება. მალე ის ვერ გაიტაცებდა ვერც ერთი სუსტი ქვეყნის ლიდერსაც კი ამგვარი ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა უნარი რუსეთს არ გააჩნია, მას აქვს უნარი მხოლოდ რომ შეუტიოს ესე ბეიბიგი და საშინელი ბრუტალური ძალით შეახოცოს მათ შორის საკუთარი ჯარისკაცები, ოკუპანტები მისთვის მტერს ამ შემთხვევაში უკრაინას, მაგრამ 9 თუ 1 კილომეტრით წინ ვერ მიიწევს ის წინ აგემართლა უკვე 4 წელიწადია. რუსეთს არ სჭირდებოდა კოსოვოს პრეცედენტი იმისთვის, რომ საქართველოში შემოჭრილიყო. ეს არის ერთგვარი სარჩული, საფუძველი, ფორმალისტური საფუძველი, თორე კოსოვოს პრეცედენტი რომ არ შექმნილიყო, რუსეთი მაინც შემოვიდოდა საქართველოში, იმიტომ რომ იმ ხანად 2008-ში რუსეთს განზრახული ჰქონდა 2008-მდეც და 2008 აგვისტოსთვისაც განზრახული ჰქონდა საქართველოს გაჩერება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაჩერება, რაც მოახერხა კიდეც პრინციპში რუსეთის ფედერაციამ, შლეგმა პრეზიდენტმა პუტინმა უკვე 2012 წლიდან, ოღონდ მოახერხა სხვა მეთოდების გამოყენებით. ამიტომ მსჯელობა იმაზე, რომ აი ეხლა საფუძვლად გამოიყენებს ამას და ვენესუელის ლიდერი რადგან ასე გაანეიტრალა შეერთებულმა შტატებმა გაანეიტრალებს, აი საქართველოს განეიტრალება არ სჭირდება, რუსეთს გაანეიტრალებს, მაგალითად სომხეთს გაანეიტრალებს, მაგალითად მოლდოვას და ასე შემდეგ, ხო, ეს მსჯელობანი ჩემი მოსაზრებით კი არა ობიექტურადაც არასწორია. რას აპირებს სომხეთში? აპირებს, რომ ფაშინიანის ხელისუფლება დაამარცხოს უკვე შემდგომ საარჩევნებში. რას აპირებს მოლდოვაში? ალბათ ვერაფერს ვერ მოახერხებს. ის ცდილობდა აებუნტებინა რუსულენოვანი და რუსეთზე ორიენტირებული საზოგადოება მოლდოვის რესპუბლიკაში, მაგრამ ეს ვერ გამოუვიდა ორჯერ კი არა, 3ჯერ ზედიზედ. რას აპირებს მოლდოვაში? რთული სათქმელია, მანამ სანამ უკრაინის საკითხს ვერ გადაწყვეტს და არ გადაწყვეტს რუსეთი, მანამდე მოლდოვა, რომელსაც მეორე მეზობელი უკრაინის გარდა ჰყავს, იცით თქვენ რუმინეთი, მოლდოვა წინწაწეული სახელმწიფო იქნება, მით უფრო რომ ქალბატონი პრეზიდენტ სანდუს გარშემო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შემოკრებილი. საერთოდაც უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოება, როცა უჭერს მხარს ხელისუფლებას და ხელისუფლებას აქვს თავის მხრივ სწორი ორიენტირები, სწორი საგარეო პოლიტიკა, ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა და მიდგომები საერთოდ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, ამ შემთხვევაში ხელისუფლების წაქცევა რომელიმე სახელმწიფოში, სუსტ სახელმწიფოებშიც კი, როცა საზოგადოება კონსოლიდირებულია ხელისუფლების გარშემო, ძალიან რთულია. რუსეთს ეს გაუჭირდება.
ვენესუელაში ეს იმიტომ მათ შორის იმიტომ გაუადვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ მადუროს მესმის რომ მას ყავდა უზარმაზარი მისი მასშტაბებით და ობიექტურადაც არმია, მაგრამ ამ არასწორ კაცს, ამ ნარკოტრეფიკებით და ნარკო ბიზნესით დაკავებულ კაცს, რომელსაც რას არ ედავებიან ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში, მხარდამჭერი პრინციპში თავგადაკლული მხარდამჭერი, როგორც ასეთი არ ჰყოლია და რუსეთმაც კი, რომელიც იქ მონაწილეობდა, იქ იყო 3 დივიზია, რუსეთმაც კი ის არამარტო არამედ ვერ, ან თუ გევალთ ასე ვიტყვი, არამარტო ვერ, არამედ არც დაიცვა, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჩაატარა პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით ამერიკის შეერთებული შტატების ძალოვანმა სამსახურებმა ჯერ ეგერთი იყო საუკეთესოდ დაგეგმილი, ჯერ ეგერთი ის იგეგმებოდა 2024-25 წლიდან უფრო ტრამპის მოსვლას გულისხმობ მე ხელისუფლებაში, ხო? 25 წლის განმავლობაში აგვისტოშიო ესე გავრცელდა ამგვარი ინფორმაცია და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ წასვლა ნიშნავდა გლობალურ ომში შესვლას შეერთებულ შტატებთან, რასაც რუსეთის შლეგი კია, მაგრამ რუსეთის შლეგი ლიდერიც კი ვერ დაუშვებდა თუ ვერ გარისკავდა ამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთ წინააღმდეგობაში შესვლას. ახლა ისმის კითხვა არის თუ არა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვენესუელა გარკვეული ფორმით მაინც შეინარჩუნოს, ან ისეთი წესრიგი დამყარდეს, უფრო ზუსტი რომ იყო ვენესუელაში, რომ რუსეთს ჰქონდეს იქ თავისი სიტყვა ეთქმოდეს. რუსეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ნავთობი როცა იქნება გამოვა ბაზარზე, ამერიკული კომპანიები გამოიტანენ ბაზარზე და შესაბამისად რუსული ნავთობის ფასი დაავარდება, ამდენად სჭირდებოდა დამატებით ვენესუელა რუსეთს და ვენესუელის იმგვარი ლიდერი, როგორიც იყო ნიკოლას მადურო, მაგრამ როცა ძალა აღმარცხნავს და ძალამ აღმართი ახნა ვენესუელაში, რუსეთი ამ შემთხვევაში არის უძლური. რუსეთი სადაც როცა სუსტდება, ჩვენთვის ეს ძალიან კარგია და არანაირი პრიჩინა არ სჭირდება რუსეთს რომელიმე ქვეყანაში ინტერვენციისა, უბრალოდ შესწევს თუ არა მას ძალა, რომ უკრაინის ფრონტმა უკრაინის ომმა ის გამოფიტა ობიექტურები თუ ვიქნებით. შესწევს თუ არა მას ძალა, რომ უკვე სხვაგანაც აწარმოოს დაპყრობითი ომები და მიჰბაძოს თუ მაინც და მაინც ეს ანალოგი უნდა გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ესოდენ ძლევამოსილ სახელმწიფოს, ეს არის საკითხავი და რუსეთს სჭირდება, რასაკვირველია რომ იყოს უფრო ძლიერი ყველა ფრონტზე, მაგრამ რუსეთი ნელ-ნელა სუსტდება, მათ შორის კავკასიის რეგიონში მისი დასუსტების მადასტურებელი არის ის, რომ ტრამპმა მოახერხა სომხეთ-აზერბაიჯანის საბოლოო შერიგება, მეთქი ასე ვიტყვი და განსაკუთრებით ეკონომიკური სარგებლის პროექტი ზანგეზურის დერეფანი ანუ ტრიპის განხორციელება დაიწყო და წელიწადნახევარში 2 წელიწადში სრული მასშტაბით და სრული სიმძლავრით ამოქმედება ეგრეთ წოდებული ზანგეზურის ანუ რეალურად კი ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ეს დერეფანი ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ, ესეც უნდა ვთქვათ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ, რასაკვირველია შუა დერეფნის კონტექსტში, მაგრამ მანამ ხარ მნიშვნელოვანი შენ, ვიდრე ხარ ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტულად და უფრო ზოგადად დასავლური სამყაროს პარტნიორი. როდესაც შენ არა ხარ დასავლურის პარტნიორი შეერთებული შტატებისა, შენ ხარ ხდები ჩიხი რეალურად და საქართველო გაგიკვირდებათ და როგორიც იყო თავის დროზე სომხეთი, როცა ის იყო ჩიხი, მაგრამ ფაშინიანმა მოახერხა, ფაშინიანზე ორ სიტყვას კიდევ ვიტყვი, ფაშინიანმა მოახერხა და ეს ჩიხი სომხეთი უკვე რეალურად გლობალურ პროექტებშია ჩართული, ამიტომ ხდება სომხეთი საინტერესო. საქართველო კი იყო მართლა დამაკავშირებელი და ახლა ამ ფუნქციას კარგავს, იმიტომ რომ ის არა დემოკრატიულია, იმიტომ რომ მას მართავს ბანდა ხელისუფლება, იმიტომ რომ არც არაფერს აკეთებს ეს ბანდა ხელისუფლებაც კი, იმისთვის რომ ეს გეოსტრატეგიული ფუნქცია საქართველოში იყოს ძლავრი. დასავლეთის მონაწილეობის გარეშე შუა დერეფნობას თუ სწორი სიტყვა არავითარი აზრი არ აქვს ამ შემთხვევაში წამოიღოს უხეშად ვლაპარაკობ ცენტრალურმა აზიამ ტვირთები, აქ არც გაატარებს და ვერც გაატარებს
კორუმპირებული, კორუფციაში ჩაძირული, მაფიოზური ქართული სახელმწიფო, რომელიც გაატარებს ვერსად ვერ გაიტანს ცენტრალური აზიის რომელიმე სახელმწიფო მის ტვირთებს ან ჩინეთი მის ტვირთებს, იმიტომ რომ შენ არა გაქვს საპორტო ინფრასტრუქტურა, ისევ მივდივართ ანაკლიამდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამიტომ შესაძლოა უფრო გარკვეულ შემთხვევებში უფრო გრძელი გზა, მაგრამ უფრო უსაფრთხო და დასავლური გზა იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური აზიის მნიშვნელოვანი ტვირთებისათვის და იქითკენ წავლენ სახმელეთო გზითაც, სარკინიგზო სახმელეთო გზითაც ცხადია ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, იმიტომ რომ ადეკვატური არადემოკრატიული თუნდაც, მაგრამ მაინც აზერბაიჯანი, არადემოკრატიული აზერბაიჯანი და სომხეთი, რაღა იგითხარით რომ სიტყვას თქვი ვიტყვი მეთქი, სომხეთში რასაკვირველია პრეზიდენტი პუტინი ეცდება გადატრიალების, საარჩევნო გადატრიალების მოწყობას, მაგრამ ვერც ვერაფერს გახდება იმედი მაქვს, ისევ როგორც ვერ გახდება მოლდოვაში, სადაც პრეზიდენტი სანდუ პრინციპში მაინც მომძლავრებულია და ხელისუფლებას მოლდოვისა აქვს სულისკვეთება, რომ მოლდოვა გახადოს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ხო, ევროკავშირი დასუსტებულია, ხო, რასაკვირველია, ნატოც დასუსტებულია, მე პირდაპირ გეტყვით ამას. ნატოც არ არის პირვანდელი ფუნქციის შემსრულებელი, როგორც ჩანს, მაგრამ აი ამ ტურბულენციაში ყველა თავის ადგილს და ყველა თავის მეს ეძებს, ყველა თავის პიროვანობას ეძებს და როგორღაც ძერწავს საკუთარ თავს ამ ტურბულენტურ პერიოდში, ტურბულენციის პერიოდში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას ურჩევნია რომ იყოს ნაცრისფერი, მას ურჩევნია რომ იყოს ჩუმი, მას ურჩევნია რომ იყოს ხმადაბალი, მას ურჩევნია რომ იყოს ბუჩქებში თუ ჩირგვებში დამალული და ეს კატასტროფაა ჩვენთვის რომ ვიცოდეთ, მაინც ის რუსეთიც კი, რომელიც ჯერჯერობით ინდობს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, მეც და მეც მოსთხოვს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას გარკვეული პერიოდში უკვე სთხოვს, მაგრამ კიდევ უფრო მეც მოსთხოვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამყარდეს საქართველოში და საბოლოოდ დამკვიდრდეს და ალბათ არსებობს ბიზნე ივანიშვილისთვისაც ზღვარი, რომელსაც ის ვერ გადალახავს და უკლებლივ ყველაფერზე ვერ დახაბულდება რუსეთს, უკლებლივ ყველაფერს ვერ შეასრულებს და როგორც კი პირველ წინააღმდეგობას გაუბედავს, შეუბედავს რუსეთს და ეტყვის რომ იცი რა არის, მე ამაზე უკვე ვეღარ მოვდივარ, მაგალითად პირობითად ვლაპარაკობ, აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ვეღარ მოვდივარ, ამ შემთხვევაში ბიზნე ივანიშვილი ვინიცის და ყველაზე უფრო დიდი ტერი გახდება რუსეთისა, რუსეთის თვალში, თორე ბიზნე ივანიშვილი რომ ტერი არ არის და მოყვარეა რუსეთისა, ეს ფაქტია. ამიტომ ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ და ხაზგასმით უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, უნდა ვთქვათ რომ საქართველოს ხელისუფლება ასუსტებს რა სახელმწიფო ინსტიტუციებს, ასუსტებს რა სახელმწიფოს მთლიანად, ასუსტებს რა სულისკვეთებას ქართული სახელმწიფოსი, აქედან გამომდინარე ის რუსულ თამაშს თამაშობს. თორე ისე ირანში თუ დასუსტება, ახლო აღმოსავლეთში თუ დასუსტება რუსეთი და სხვაგანაც ცენტრალურ აზიაში, ასე მაგალითად სამხრეთ ამერიკაში მით უფრო, ან სხვაგან ნებისმიერ სივრცეში, სირიაში რომ დასუსტდა რუსეთი, ეს ჩვენთვის სასარგებლო იყო, სომხეთში რომ დასუსტდა ჩვენთვის სასარგებლო იყო, კავკასიაში მთლიანად რომ დასუსტდა ჩვენთვის სასარგებლო იყო და ასე შემდეგ, აღარ ვილაპარაკებ ახლა ევროპაში, თუ სადმე სუსტდება, თუმცა მას ყავს თავისი მოკავშირეები, ასე მაგალითად ორბანის სახით, იქ სერბეთში ყავს ვუჩიჩის სახით, იქ სლოვაკეთში ყავს ფიცოს სახით და ასე შემდეგ, რომლებიც არ არიან იმ სულისკვეთებისა, როგორებიც უნდა იყვნენ ამ გავეშებული და გააჯავრებული რუსეთის პირობებში და უფრო მეტ წინააღმდეგობას უნდა უწევდნენ. საქართველოს მათ შორისაც არ არის, ორბანი გაცილებით მამაცი კაცია, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილი ჯერჯერობით კვლავ მეორე ფარი ხმადაბალი კაცი, რომელიც ვერც ვერაფერს უბედავს რუსეთს და ერთი ამბავი ხო ეს არის, მაგრამ მეორე ამბავიც უნდა გითხრათ, ახლა ამაზე მქონდა მე ვიდეობლოგი რამდენიმე ხნის წინ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ვიდეობლოგის არა იმდენად შინაარს, ამდენად სულისკვეთებას, ან შინაარსაც და სულისკვეთებასაც ერთდროულად და იმავდროულად. ახლა მე კითხვა მაქვს ამგვარი, როგორ გონიათ, რამდენად დაპანიკებულია ბიზნე ივანიშვილი, იზოლაციაში მყოფი, მას რუსები ელაპარაკებიან, რასაკვირველია და რუსულად აბოლებენ, რუსულ სცენარებს
სთავაზობენ, რუსულ გამოსავალს სთავაზობენ, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი შესანიშნავად ხდება, რომ მათ რუსებს ბოლომდე არც უნდა ენდოს, მაგრამ არც ყავს პარტნიორები, რომლებიც არ ყავს ჯონ სმიტები შეერთებული შტატებიდან თუ ბრიტანეთიდან თუ ზოგადად დასავლური სივრციდან, რომლებიც ეთქვიან, რომ აი ეს არის სწორი გამოსავალი, იმიტომ რომ გვარიანად დაგვიანებულიც არის მათთვის გამერჩევის კითხვა, იმდენად მოასუსტა და მოვარგვია ბიზინა ივანიშვილმა სწორედ რუსეთის კარნახით ქართული სახელმწიფო, მაგრამ რომ სხავდეს ხო კარგი იქნება, რასა უკეთესი იქნება, მაგრამ რომ სხავდეს, ამის თქმა მინდა, რომ რჩევის მიცემა ახლა ბიზინა ივანიშვილისათვის ძალიან რთულიც არის, იმდენად გძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო მან საკუთარი თავი და ჩააგდო ქვეყანაც. და აქედან გამომდინარე ბიზინა ივანიშვილი არ ენდობა რა ბოლომდე რუსებს, არ ენდობა რა ბოლომდე რუსეთის პრეზიდენტს, FSB-ს და საკუთარივე კურატორებს, ასევე არ ენდობა პრაქტიკულად არავის, ის ცდილობს რომ ვიღაცა მაინც ნახოს ჭკვიანი და გონიერი გარშემო, რომელიც რამეს ეტყვის, მას აქვს ეს პანიკური შიში იმასთან დაკავშირებით, რომ გიბოდიშებთ ასე უნდა თქვა, ვიღაცა დაბრიდავს. დიახ, დამბრედი ალბათ მაინც რუსეთია პირველ ყოვლისა და ნამდვილად, მაგრამ მას აქვს პანიკური შიში განსაკუთრებით დასავლეთი, რომელიც მისეული გაგებით მას ებრძვის, მას ასანქციონებს, მას ფულს უყადაღებს, მას ფულს აღარ უბრუნებს მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა და ასე შემდეგ. დასავლეთი, რომელიც ემუქრება როგორც არაკანონიერ ხელისუფალს, დასავლეთი ეშინია მას ძალიან და ცხადია ელაპარაკება საკუთარივე მომხრეებს, რომლებიც უბრალოდ ასე უნდა გითხრათ, გიბოდიშებთ, ვერ ქაჩავს, ვერ ზაზა შათილიშვილი თუ მაინც და მაინც ის არის მთავარ კონსულტანტი, აღარ ლაპარაკობ ეგრეთ წოდებული ოფიციოზის წარმომადგენლებზე პაპუაშვილი, ვერ ქაჩავს, სულ არ იყოს რუსეთთან დამოუკიდებლად შეკრული, ან იყოს დამოუკიდებლად, პაპუაშვილი ვერ ქაჩავს, მისი ინტელექტი არ არის ფართო, მისი ინტელექტი არ არის სათანადო, მისი ინტელექტი, მისი ცოდნა გამოცდილება ინტელექტი არ არის ადეკვატური შენს турბულენტურ ზონასა და პერიოდში. ასეთივე შიზოიდია ირაკლი კობახიძე, უარის შიზოიდია ვიდე პაპუაშვილი, სხვები, რომლებიც მას აჯერებენ, ანუ ივანიშვილს აჯერებენ, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მეორეს მხრივ თავადაც კი სჯერათ იმისა, რომ ყველაფერი კარგად არის და ერთი კითხვაც გასროლილი ჰაერში ალბათ მაინც, აი ემან რომ მოხდეს, ცხადია არ მოხდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ბიზინა ივანიშვილს რომ დაერხეს, ანუ ის და მაინც გატაცებას არ გულისხმობ ეხლა და ნიუ-იორკის სასამართლოში მის ჩაყვანას, არა. ბიზინა ივანიშვილს რომ რაღაცა მიზეზით, რა გინდა რა მიზეზით დაერხეს და პირველ ყოვლისა გასაკუთრებით დასავლეთის ზეწოლით და ქართული საზოგადოების ზეწოლის შედეგად რომ დაერხეს, მოსუსტდეს, მოირღვეს და ასე შემდეგ, როგორ მოიქცევიან ბიზინა ივანიშვილი მადუროს უახლოესი გარემოცვის წევრები, მე გეტყვით და არა უფლება მაქვს ეხლა შეიძლება მაქვს კიდეც, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს ბიზინა ივანიშვილს მივმართო ზურგში დანას ჩაგარტყავენ ის პირები, ივანიშვილს მივმართავ, რომლებიც თითქოს დღეს და ხვალაც დღეს არიან და ხვალაც იქნებიან თქვენი მომხრეები და თქვენი მაქებარები. კობახიძე პირველი გაგემიჯნებათ და პაპუაშვილი მიხვება და მე მდინარაზე მიხვება და საერთოდაც ვოლსკი იტყვის, რომ ასე მაგალითად ვოლსკი იტყვის, რომ ბიზინა ივანიშვილი ვნებდა ამ ქვეყანას. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკვე ახლა არიან სხვა გუნდში, მაგრამ როგორც კი ძალას დაინახავენ, როგორც კი ძალას იგრძნობენ, როგორც კი დაინახავენ, რომ შეერთებული შტატები, ასე მაგალითად შეერთებული შტატები მკვეთრი კი არა, მკვეთრზე მკაცრია ბიზინა ივანიშვილთან მიმართებაში, გატაცებას შეიძლება არ ხმარო ფაქტს მინდა რომ რაღაც კარგად ავხსნო, რომ არავინ არ გაიტაცებს ამ ბიზინა ივანიშვილს, ისინი იქნებიან პირველები, ვინც გადაუდგებიან ბიზინა ივანიშვილს. ამავე პრინციპში ამავე პროცესს ვადევნებთ, ან მივადევნებთ ჩვენ თვალყურს კოლუმბიაში, კი არა ვენესუელაში, კოლუმბიაშიც უკვე შემდგომ პერიოდში. მადუროს კოლუმბიური საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა, სახელისუფლო პოლიტიკური ელიტა ვიდრე არჩევნებამდე შეეგუება იმას, რომ მადურო აღარ არის პრეზიდენტი და შეეგუება იმასაც, რომ მადუროსაგან განსხვავებული რიტორიკა და პოლიტიკა უნდა ჰქონდეს უფრო რბილი და თბილი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რათა ზუსტად ისევე არ დაისაჯოს, როგორც დაისაჯა მადურო, ანუ არ მოხდეს მათი ისე პრეზიდენტის თუ სხვა თანამდებობის პირების გატაცება, ამიტომ თავდაპირველი რიტორიკა მათი, რომ აი ამერიკის შეერთებული შტატები ესეთი საზიზღარი ქვეყანა, ნელ-ნელა იცვლება. ასევე შეიცვლება პაპუაშვილისა და კობახიძის რიტორიკა, რომ ვიცოდეთ. მაინც ბიზინა ივანიშვილი ახლა ვის ელაპარაკება, მეთქი ამას ვამბობდი, ელაპარაკება შათილიშვილს, მაგრამ ვერ ქაჩავს ეს შათილიშვილი, ელაპარაკება ასე მაგალითად არ ვიცი, ვასილ მაღლაფერიძეს და სხვა
რამეს ეუბნება ვასილ მაღლაფერიძე კონტექსტიან არკითხულობენ და კონტექსტი კი არის ამგვარი რუსეთი გარშემო საკუთარი საზღვრებს მიღმა სუსტდება და ეს პროცესი როგორც ასეთი გაგრძელდება და როცა სუსტდება რუსეთი უნდა გვახსოვდეს რომ ეს ჩვენთვის ძალიან კარგია და აი რაღაცა დეტალებამდე ჩასვლა რამდენად გათვლილი ჰქონდა ტრამპს შემდგომი ნაბიჯები არის თუ არა ეს ინტერვენცია დიახ ინტერვენცია მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ უკანონო ხელისუფალის მადუროს იმ პირის წინააღმდეგ რომელმაც ამდენი და ამდენი 20-25,000 კაცი მოკლა საკუთარ სახელმწიფოში და იცით რა არის როცა 20-25,000 კაცს კლავს სურო კანონიერი ხელისუფლება იყო შენს წინააღმდეგ თუ ამგვარ ოპერაციას ატარებენ და და ცდილობენ რომ ვენესუელა გახადონ ადეკვატური მსოფლიო მოთამაშე დიახ მე ამ ყველაფერს მივესალმები კვლავ ვიმეორებ სურო კანონიერად ყოფილიყო არჩეული მადუროს ხელისუფლება და კიდევ ერთი დეტალი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ისინი კანონიერად არიან არჩეული მაგრამ თუ ისინი არ ღვევენ ამასობაში ადამიანის წვლებს და არ ღვევენ თუ ისინი ანგრევენ სახელმწიფოს და ანგრევენ თან რომელ სახელმწიფოს რომელიც რუსეთთან მოწინააღმდეგეთა რუსეთის მოწინააღმდეგეთა პირველ რიგებში უნდა იყოს და წინააღმდეგობაში მაინც და მაინც ცეცხლის გახსნას და ცეცხლის გახსნას საერთოდ არ გულისხმობ ხო უნდა იყოს სულისკვეთებით პოლიტიკით რიტორიკით გადაწყვეტილებებით რუსეთის წინააღმდეგეთა შორის ამ სახელმწიფოს ანგრევს ბიზინა ივანიშვილი და მე მესმის რომ ქუჩაში არ დაუხრიტავს მას აქამდე რაც მომავალში დახრეთს ადამიანებს ალბათ მაგრამ მეორე თუ მესამე მხრივ ჩვენ უნდა მიუბრუნდეთ ნელ-ნელა თავარ თემას ჩვენს კონტექსტში თავარ თემას ეს არის ქიმიური იარაღის გამოყენება გამოყენებული აქვს თუ არა ბიზინა ივანიშვილს ქიმიური იარაღი და არავინ არ მომკვდარაო ბევრი თქვენგანი მეტყვის გამოყენებული რომ სკონდესო მაგრამ არავინ იცის მომკვდარა თუ არა რამდენადაც ჩვენ არ ვიცით ამ ქიმიურმა იარაღმა ნასროლმა ქართული საზოგადოების ქართული პროტესტის მონაწილე საზოგადოების წინააღმდეგ რა შედეგები გამოიღო და რა სადამდე მივედით უკვე სადამდე მივიდნენ ადამიანები როდესაც იმ ამბებმა გადაიარა მთელი 2025 წლის განმავლობაში ბიზინა პანიკაშია მიუხედავად იმისა რომ საპანიკო ასე პირდაპირ მნიშვნელობით არ აქვს ბიზინა პანიკაშია და სულ მუდმივად კითხულობს და ახლობით შემდეგს გამაგებინეთ რა ხდება მსოფლიოში ოღონდ კაციშვილი არ არის რუსების გარდა რომელიც ადეკვატურ პასუხს გასცემდეს და რუსებიც არ სცემენ ადეკვატურ პასუხს რუსებიც სცემენ სათავისო პასუხს და სათავისო პასუხებში კი რასაკვირველია წინადადება რომ რუსეთი მარცხდება რასაკვირველი არ არის რუსეთი მარცხდება ბიზინა გრიგოლიჩ მეთქი მოგმართავდით ასე მაგრამ არც მინდა რომ მოგმართოთ იმიტომ რომ თქვენ ხართ პირი რომელმაც უკვე მნიშვნელოვნად და სერიოზულად ავნოთ ჩემს სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფოს და თქვენ ხართ ქართულგვარიანი რუსი, რომელიც ამ გრევას და სახელმწიფოს ამის მადასტურებელი იყო, როგორც ჩანს აპირებთ და ვინვის ამას კიდევ ნახავთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში სუსტები ვართ, გარკვეულ შემთხვევებში მოვიკოჭრებთ, გარკვეულ შემთხვევებში ვმარცხდებით, გარკვეულ შემთხვევებში იმარჯვებთ კიდეს ფარემ გეტყვით ის რომ პროტესტი არსებობს ჩვენი გამარჯვება დიახ არანაირი ჩვენს შორის ჩემს რა თქვენ შორის არ იგულისხმოთ ქართულ სახელმწიფოსა და თქვენ შორის მოციქული გაგაგწეთელი მოციქული არის ტყვია პირდაპირ მოწაიკითხავთ ამას მაინც და მაინც ხარ არის სროლას არაპირებს მაგრამ იმას კი გეტყვით რომ შერიგება თქვენთან უბრალოდ არ მოხდება ნახვამდის